მამა თეოდორე, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. უღმესი მადლობა, რომ მაესტროსთვის მუშაობთ დღეს პირდაპირ ეთერში და მინდა დავიწყოთ იმ პროცესის შეფასებით, რაც ახლა აქ ხდება მიერუსალიმში, ეს პირველად არ ხდება ცხადია, თუმცა ყოველ წელს თითოეული ადამიანის, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება გულში ხდება ის, რაც წინა წლებში ხდება, ხომ? მოლოდინი ემოცია არის ისეთივე, როგორც წინა წლებში. ეს ხდება მესამე საუკუნიდან, რამდენადაც ჩვენ ვიცით. ღმერთმა დაგლოცოთ, წინასწარ გილოცავთ წინვალე დღესასწაულს, აღდგომის დღესასწაულს. კარგად ახსენეთ, ჩვენს გულში ხდება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გულში აი ეს მოლოდინი და ეს განცდა ხდება არა პირველი საუკუნე, არა მესამე საუკუნიდან, არამედ იმ დღიდან, მას შემდეგ, რაც მაცხოვარი იწყებს მოღვაწეობას. მე გულისხმობ არა იმდენად ამ ხილული ცეცხლის გარდამოსვლას, არამედ უპირველეს ყოვლისა იმ ცეცხლს, რომელიც ღვთაებრივ ცეცხლად იწოდება, ოღონ არახილული სახით, არამედ იმ ცეცხლს, რომელზეც მაცხოვარი ბრძანებს, მოვედი იმისათვის, რომ ცეცხლი მოეფინოს დედამიწას და მე მსურს, რომ ეს ცეცხლი აწვე აღეგზნას, ეს ის ცეცხლია, შემდეგ რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, რომ სულით მდუღარენი იყვენი, თუ ეს ის ცეცხლია, რომელსაც სარწმუნოება ქვია, ეს ის ცეცხლია, რომელსაც უფლის გულმხურვალე სიყვარული ქვია, ეს ის ცეცხლია, რომელიც სულიწმინდის მიერ ჩვენ გვაძლევს განსაცვიფრებელ რწმენას იესო ქრისტე, რომელსაც ჩვენ ხედავთ როგორც ადამიანს, ჩვენსავით ადამიანს არის სამყაროს შემოქმედი ღმერთი. რაც შეეხება იმ ცეცხლს, რომლის მოლოდინიც არის ახლა იერუსალიმში, რომელიც მრავალი საუკუნეა ესე გარდამოდის ჩვენს გასაძლიერებლად, რა თქმა უნდა ამ ცეცხლს, რადგან იგი ღვთაებრივი წარმოშობისაა, მას ღვთაებრივი წარმოშობისა გამო მადლი მოყვება. მადლი რა არის? მადლი ცოცხალი ღმერთის ხელია. ანუ იგი ეხება ჩვენ თითოეული ადამიანის გულს, ოღონ არა ძალადობით. ანუ მე მის გვამინდა, რომ იქ მყოფი ადამიანი, ან ყოველი ის ადამიანი, რომელიც ამ გადაცემას უყურებს. თითოეულ ამ ადამიანზე ღმერთი მოქმედებს არა ძალადობით, არამედ ფაქიზად და თუ ადამიანი თავისი ნებით გაუღებს გულისკარებს ღმერთს. ანუ ეს რას ნიშნავს? თუ ადამიანს აქვს მზაობა იმისა, რომ ცოცხალი ღმერთი ეძებოს, მაშინ ამ შემთხვევაში მადლი ძლიერად მოქმედებს ადამიანის გულზე და ის რწმენა, რომელიც მას ღვთისაგან ისედაც უკვე მიცემული აქვს, ეს რწმენა კიდევ უფრო განმტკიცდება, კიდევ უფრო გაუმყარდება და რწმენის გამტკიცება ნიშნავს იმას, რომ მის გულს ექნება განცდა, რომ მისი გული შეხვდა ცოცხალ ღმერთს და ეს რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ვლინდება სიხარულის, სიმშვიდის და ბედნიერების განცდაში. მამა, მინდა კიდევ ერთი დეტალი განმარტოთ. მე ვკითხულობდი დღეს, რომ სანთლებს კონებად კრავენ მორწმუნეები წითელ პარასკევს და ამ გულში არის 33 სანთელი, რაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, რასაც და ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული. კიდევ არაერთი სიმბოლოა, რამდენადაც ვიცი, ხომ? თითოეული ნაბიჯს, რომელიც თქვა წინ უძღვის აი ამ პროცესს, აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. და თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ აი ამის შესახებ, რა სიმბოლოებია და რა დატვირთვა აქვს თითოეულ იმას ვთქვათ, კონკრეტულად ვიცით კარი როდის უნდა გაიღოს დაახლოებით, ვინ შეიძლება შევიდეს წინ, რომ პატრიარქი შედის და შემდეგ იკეტება ეს კარი მაცხოვრის საფლავთან და ასე შემდეგ. საერთოდ ეკლესიაში მრავალი სიმბოლური ქმედება არის. ამას თავის მიზეზები აქვს, იმიტომ რომ ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, არის ღმერთკაცობრივი ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არის ღმერთისა და ადამიანების ერთობა, ღმერთისა და ადამიანების შეხვედრის ადგილი და აქედან გამომდინარე ადამიანი, რომელიც მიწიერ სამყაროში არსებობს, მას ხილულ სამყაროში უწევს ზემოქმედება, ხილული ნიშნები ჭირდება ორიენტირებისათვის. ყოველი სიმბოლო არის ორიენტირი, მაგრამ რადგან ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, ამიტომ ყოველი სიმბოლოს მიღმა რეალურად საღვთო მადლი მოქმედებს, რომელიც ჩვენ აი ამ სიმბოლოებს გვიცოცხლებს და რეალურად ღვთისაკენ მივყავართ. რაც შეეხება თქვათ იგივე სანთლების რაოდენობას, ყველამ ვიცით, რომ ეს 33 წელი მოღვაწევა ღმერთმა დედამიწაზე როგორც ადამიანმა და აქედან გამომდინარე სწორედ ეს რაოდენობა სანთლებისა აქედან გამომდინარე არის. რაც შეეხება თქვათ იგივე თქვენ ახსენეთ როგორ თქვათ შედის იერუსალიმის პატრიარქი თქვათ, ხო? ეს უძველესი ტრადიციაა, სხვათა შორის აი შედის მართლმადიდებელი პატრიარქი, იქ საფლავი იბეჭდება. ეს ყველაფერი არის იმ
სიმბოლური გახსენება იმ ისტორიული მოვლენისა, რომელიც დაახლოებით 2000 წლის წინ აღესრულა, როდესაც მაცხოვარი გარდაცვლილი მაცხოვრის სხეული დაიგზალა საფლავში და ბეჭედი დაედო. ეხლა ბეჭედი რატო დაედო? ანუ დაიბეჭდა მაცხოვრის საფლავი თავის დროზე. ამას მიზეზი ჰქონდა. ფიქრობდნენ, რომ მაცხოვრის სხეულს მოიპარავდნენ და რომ ეს არ მომხდარიყო, ამიტომ დაიბეჭდა, მცველებიც იქნა დაყენებული და ეს ყოველივე რაც დღეს აღესრულება იქ, სწორედ აი ამის სიმბოლური გახსენებაა. და როგორც მაშინ ღმერთის ძალმოსილებას ვინ შეაჩერებს, როგორც მაშინ მიუხედავად აი ამ ადამიანური, რა თქმა უნდა, ღვთის ძლევამოსილების წინაშე უსუსური ზემოქმედებისა, ასევე დღესაც ეს სიმბოლური მოქმედება ერთია, მაგრამ ის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც გარდამოდის, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ღმერთის ჩვენთან ყოფობაზე და მკვდრეთით აღდგარი მაცხოვრის ყდრეთით აღდგომის რეალობასა და მის ჩვენთან ყოფობაზე. იმიტომ რომ მაცხოვრის ყდრეთით აღდგომა ეს არ არის მხოლოდ რაღაც ისტორიის საკუთრება, რაღაც წარსულში მომხდარი ფაქტი მხოლოდ, არამედ რადგან კიდევ ვიმეორებ, ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმია და რადგან ღმერთთან დრო არ არსებობს, ამიტომ თითოეული ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, რომ აღდგომის სიხარული განიცადოს პირადად თვითონ, ოღონდ განიცადოს კიდევ ვიმეორებ, არა მოგონებით, არამედ რეალურად ყდრეთით აღდგარ მაცხოვართან შეხვედრით. და ყველაფერი რაც აღესრულება ეკლესიაში, ამას ხელს უწყობს, მათ შორის ცეცხლის გარდამოსვლას და ყოველივე ის სიმბოლური ქმედება, იგივე ბეჭდის დადება, რითაც მე ვიხსენებ, აი მაცხოვარი სხეული დაასვენეს საფლავში, ეს ბეჭედი დაადეს, მაგრამ იგი აღდგა ყდრეთით, აი დღეს ამის სიმბოლოდ ეს ცეცხლი გარდამოდის. და სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ მაცხოვრის თვითონ ყდრეთით აღდგომას, თვითონ მისი ფიზიკური, ეს სიტყვა რო ვიხმაროთ, გაცოცხლება, თუმცა ეს არ არის უბრალოდ გაცოცხლება, მისი სხეული გარდაიქმნა და სხვანაირი გახდა. ნათებას უკავშირდება, ეს თვითონ სახარებაში ჩანს და ამას სხვათა შორის ტურინის სუდარაც ადასტურებს. აი ამ ძლავრი ნათებიდან გამომდინარე გადავიდა გამოსახულება ტურინის სუდარაზე. ძალიან საინტერესოა მას შემდეგ რაც ტაძრის კარი, ასე ვთქვათ, მაცხოვრის საფლავს დაბეჭდავენ სულის ბეჭდით, ხომ დალუქავენ. არაბი მართლმადიდებლები შედიან საკმაოდ ხმაურით და რაღაც ველური როკვა ასეც კი იყო მოხსენებული და ამასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მამა თეოდორე, ეგებ განმარტოთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ვთქვათ არაბი მართლმადიდებლები ამ შემთხვევაში? საერთოდ მე ახლა სიმართლე გითხრათ, ამბობენ ესეთ რამესაც, რომ ეს იყო ესეთი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ერთ-ერთმა პატრიარქმა აკრძალა მათი ესეთი ხმაური ერთმანეთს მხრებზე აზიანდა და ისე სხვათა შორის თვითონ ძალიან მნიშვნელოვანია იქ მათი ესეთი მოწოდება, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი და ყველაზე ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, ხო გესმით რა გარემოში უწევთ მათ ამის ხმამაღლა განცხადება და ყვირილი. ფაქტობრივად ისინი ამით მოწამეობაზე მიდიან. უკვე ეს ძალიან დიდ გმირობას მოითხოვს. და რა თქმა უნდა, გმირობა, სიმამაცე ერთ-ერთი სათნოებაა ღვთისა და ისინი ამას ავლენენ. ამაზე ჩვენ თუ გვექნება დრო, ამაზე შემდგომში კიდე შევჩერდებით, თუ რატომ არის ერთ-ერთი სათნოება სიმამაცე ქრისტიანისათვის, სიმამაცის გარეშე. მეომრული სულის გარეშე ტყუილუბრალოდ არ ვიწოდებით ჩვენ ქრისტეს მხედრებად, ქრისტიანობა საერთოდ არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი სწორედ აი ამას ავლენენ იქ აი ამ დროს. და როცა თქვათ მათ ეს აეგრძალათ, მოხდა ისე, რომ ცეცხლის გადამოსვლა შეყომდა, სანამ ამის უფლება არ მიეცათ. ამას ისტორიული წარმოშობა როგორც გადმოცემა გვამცნობს, შემდეგი აქვს, რომ ერთხელ მოხდა ესე, რომ თურქეთის ოსმალეთის ხელისუფლება მოისყიდეს მონოფიზიტებმა და არა მართლმადიდებელი პატრიარქი, არამედ მონოფიზიტა პატრიარქი შევიდა მაშინ კოვუკლიაში შიგნით და მართლმადიდებელი პატრიარქი არ შეუშვეს და ერთ-ერთ გარეთ მაცხოვრის საფლავის გარეთ, ოღონდ თვითონ შიგ ტაძარში ხდება, დიდ ტაძარში მაინც გარეთ ერთ-ერთ სვეტთან იყო. და როცა თქვათ დაიწყო ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა ისინი დამწუხრებულები, იმიტომ რომ ამით ისტორიული სამართლიანობაც ირღვეოდა და რელიგიური სამართლიანობაც, იმიტომ რომ ყოველმა მართლმადიდებელმა ძალიან კარგად იცის ფასი მართლმადიდებლობისა. თუ რატომ არის ადამიანი მართლმადიდებელი და მართლმადიდებელს ძალიან უყვარს მართლმადიდებლობა, მან იცის რომ ეს არის ღმერთთან ერთობის
შესაძლებლობა უნიკალური და აბსოლუტურად უნიკალური შესაძლებლობა და ერთადერთი ჭეშმარიტი და აი დამწუხრებულები გარეთ არიან უსამართლობიდან გამომდინარე და როგორც ისტორია გვამცნობს ცეცხლი არ გარდამოდის მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გარდამოდის ფაქტობრივად შეიძლება ითქვას მართლმადიდებელ პატრიარქზე, ოღონდ ცეცხლი გარდამოდის იმ სვეტიდან, სვეტი გასკდება და გარდამოვა და აენთება, ესე იგი, მას სანთლები. ეს სვეტი დღესაც არსებობს, ეს გახეთქილია ეს სვეტი და სწორედ აი მაშინ დასცეს ყიჟინა გაოგნებულმა არაბმა მართლმადიდებლებმა, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტება. იქ არის ცნობილი ესეთი ფაქტი, რომ თვითონ ერთ-ერთი ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამხედრო პირი ასევე აღიარებს, რომ ქრისტიანთა ღმერთია ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც იქვე მოწამეობრივად აღესრულება, მას თავს მოკვეთენ. და ფაქტობრივად ის წმინდანად არის შერაცხული მისი ხსენება ჩვენს ეკლესიაში არსებობს. და სხვათა შორის კიდევ ერთი ნიუანსია, მე სამწუხაროდ არ ყოფილი ვარ იერუსალიმში, მაგრამ როგორც ამბობენ, იმ სვეტზე არის ქართული წარწერა. ასომთავრული. ასე რომ აი აქედან მოდის ეს ტრადიცია და ბუნებრივიც არის, წარმოგიდგენიათ აი რა საოცრება, მათ ხო დამწუხრებულები არიან, ფიქრობენ რომ ცეცხლი გარდამოვა, ისინი ამის ღირსი ვერ ხდებიან და უცებ არა საფლავზე, არამედ მართლმადიდებელ პატრიარქზე გარდამოდის ცეცხლი და ამით უფალმა საოცარავი მიანიშნა, რომ არა იმდენად ადგილია მნიშვნელოვანი აი ამ წუთში, არამედ აი როგორც ამბობენ ხოლმე კაცი განწმენს ადგილს, ეს ცნობილი ბიბლიური სწავლება, ანუ მადლმოსილება მადლმოსილების კონცენტრაცია ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში, რადგან პატრიარქი მისი წარმომადგენელი გარეთ იდგა, სწორედ იქ გარდამოვიდა მადლი და ამით ფაქტიურად ამ მოვლენამ იმისიონერა იმ გარემოში და მთელ სოფლიოში, რომ სად არის ჭეშმარიტება დაგვანახა უფალმა. ამ შემთხვევაში სწორედ უფალი მიანიშნებს მართლმადიდებლობის ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, იმით რომ ვთქვათ ცეცხლი სწორედ გადმოდის მართლმადიდებელ მსახურზე, ხო? ხო, მაგრამ ყოველთვის ასეთ დროს, ოდესაც ჩვენ აი უკვე როცა ვეხებით ჭეშმარიტებას და როცა საუბრობთ ჭეშმარიტების გარეგან სასწაულებრივ დადასტურებაზე, ყოველთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ვდგები და რატომ? ყველა ხვდებით, ლოგიკურად რომ ჩაუფიქრდეთ, ხო, ძალიან სიღრმისეულად. ყველა მიხვდებით, რომ თუ ჩვენ მოვინდომებთ, რომ ჭეშმარიტებისადმი ერთგულება ან დასტური საკუთარი თავისა გქონდეს რომ ეს ჭეშმარიტებაა, ვთქვათ, მართლმადიდებლობა ამ შემთხვევაში იმის გამო, რომ ცეცხლი გარდამოდის და მხოლოდ ამით დავკმაყოფილდები და სიღრმისეულად არ ჩავიხედებით, ეს რა თქმა უნდა არასწორი იქნება. აი თქვათ ადამიანი შეხედავს, აჰა, მართლმადიდებელ პატრიარქზე გარდამოდის, არავიზე არ გადმოდის, მხოლოდ მართლმადიდებელზე. თქვათ გააკეთა ადამიანმა დასკონა, მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტება, უფლისათვის სათნოა, ესე ხდება, ამგვარად ხდება და ესე იგი ეს ჩემთვის საოცარი ნიშანია, მაგრამ მე ნუ თუ ადამიანი არ უნდა დაინტერესდეს ამის შემდეგ და არ უნდა ეცადოს გარკვევას, რატომ თუ გარეგანი შეფასებით, ხო? ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის მართლმადიდებლობა ჭეშმარიტება. აი ესე გარეგან ღვთისმსახურება, თქვათ, გარკვეული წესები, ჩვეულებები, ტაძრები, მაცხოვრის სახელის ხსენება, ყოვლადწმინდა სამების ხსენება ყველგან არის. მართლმადიდებლობა არ არის ფილოსოფია უბრალოდ, ან თეორია. მართლმადიდებლობა იძლევა საშუალებას ძმებოდადებო, რომ ცოცხალ ღმერთთან კონდეს უმჭიდროესი ცოცხალი კავშირი. ანუ თუ მხოლოდ თეორია ვიციმე მართლმადიდებლობისა და მას პრაქტიკაში ცოტა ესეთი ტექნიკური სიტყვებია ახლა ეს რელიგიასთან მიმართებაში, მაგრამ შეიძლება ესე ითქვას, არცობრივი შეცდომა და აზრობრივი შეცდომა არ არის, თუ ეს პრაქტიკაში არ დავიყვანე და მე თუ არ გამოვცადე მართლმადიდებლობა, მოდი ესე ვთქვათ, რომ მართლა მიმიყვანს მე ის ღმერთამდე და პრაქტიკაში ჩემ პირად გამოცდილება თუ არ გადავაქციე, ეს ჩემთვის ყველაფერი გარეთ დარჩება. დავინტერესდები ცეცხლით, რაღაცას გავიგებ, რაღაცას დასკვნებს გავაკეთებ მენტალურ დონეზე და ამით დავასრულებ. და არაფერს მომცემი არ იქნება. ამ დროს მე რეალურად არ მექნება ცოცხალ ღმერთთან კავშირი. აი ამ ყველაფერმა მე უნდა მიბიძგოს სიღრმისეულად დავინტერესდე და მოვინდომო ცოცხალ ღმერთთან მოვინდომო პიროვნული კავშირის დამყარება, რომლის სკოლას 2000 სკოლას თავაზობს მართლმადიდებლობა და გადავდგა ეს ნაბიჯი და დავიწყო. აი რომ დავიწყებ, მე აღმოჩნდება უკვე საოცრება.
ჩვენ უკვე კადრებში ვხედავთ იერუსალიმის პატრიარქსაც და მე მინდა მაესტროს მაყურებლისთვის განმარტო რომ სამწუხაროდ როიტერს აქვს შეფერხება საიდანაც ჩვენ გქონდა პირდაპირ სიგნალი და ჩვენ ახლა ეთერში უყურებთ მეორე არხის პირდაპირ სიგნალს რომელსაც ასევე მაესტროს მაყურებელიც ადენებს და უკვე რომ დავეწეთ ასე ვთქვათ მამა თეოდორე მოვლენებს უკვე ჩვენ ვხედავთ კადრში რა პროცესია ამ დროისთვის ტაძრის შიგნით რომ იერუსალიმის პატრიარქიც გამოჩნდა და თუ შეიძლება რომ ამაზეც ვილაპარაკოთ ახლა რას ხედავს და როგორ იერუსალიმის პატრიარქი ახლა როგორც მე ხედავ იგი განიმოსება სამღვდელმთავრო შესამოსელს განიმოსავს მე როგორც ვიცი იგი კვართის ამარა უნდა დარჩეს როგორც წაკითხული მაქვს როგორც გადმოცემით ვიცით და ანუ მაქსიმალურად განძარცული შესამოსლისაგან ეს უძველესი ტრადიციაა და აი ამ კვართის ამარა მხოლოდ სანთლებით უნდა შეგრძანდეს იგი მაცხოვრის საფლავში ჩასასვლელია სიღრმეში უნდა ქვემოთ ჩავიდეს და შემდეგ ბეჭედი აიხსნება მანამდე ის ცვილის ბეჭედი შეგრძანდება პატრიარქი და უკვე დაიწყება ეს გარინდება წინაშე ღვთისა პატრიარქისა და მთელი დაამსწრე მრევლისა რომელიც გულმხურვალედ ლოცვით როგორც ამბობენ ვინც იქ ყოფილა განსაკუთრებული მოლოდინია ღმერთთან შეხვედრისა ეს მიანიშნებს განსაკუთრებულ მადლის განსაკუთრებულ ზემოქმედებაზე იქ ადამიანებზე და აი ამგვარად ლოცვით ებედრება პატრიარქი უფალს რომ მოიღოს წყალობა და კიდევ ერთხელ ანუგეშოს ჩვენმა მაცხოვარმა მისი ერთგული მიმდევარნი. თვითონ ცეცხლის გარდამოსვლა უშუალოდ როცა დაიწყება, ნუ ამაზეც მე ვისაუბრებ, როგორც მანამდე ანუ განიმოსება პატრიარქი, როგორც ჩვენ ახლა ვნახეთ უკვე კადრში და მას საგულდაგულოდ ჩხრეკენ, როგორც ამბობენ, ნუ ამოწმებენ ყოველ შემთხვევაში ჩხრეკენ. ეს ტრადიცია ახლა მე არ ვიცი ახლა რა დონეზე ხდება გაჩხრეკვა. ნუ ასე უნდა იყოს, ხომ ასე არის. ეს ტრადიცია არსებობს კი, რომ იცით როგორ არის, ძალიან ბევრს წერენ ხოლმე კრიტიკოსები, ხშირად თქვათ, რომ რასთან აგვაქვს საქმე და ყველა ქრისტიანი ამ ცეცხლის ბუნებაზე, ხომ? ანუ საერთოდ ცეცხლის ბუნებაზე, წარმოშობაზე, ყველა ქრისტიანმა, აი მე იმიტომაც ვამბობდი, რომ მართლმადიდებლობა არ არის სოფხედველობა და არ არის უბრალოდ რაღაც ფილოსოფია, არამედ ეს არის ცოცხალ ღმერთთან კავშირი და თვითონ ეკლესიის რაობა თითოეულმა ქრისტიანმა მეტნაკლებად ძალიან კარგად იცის და ამიტომ თითოეულმა ქრისტიანმა მართლმადიდებელმა იცის რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში, როდესაც აი ეს მრავალი საუკუნის განმავლობაში ყოველთვის ეს ხდება და მეორდება, აბსოლუტურად შეუძლებელია რომ არ გქონდეს საქმე სიმართლესთან, იმიტომ რომ აი ამგვარი რაღაც სიცრუე მოდი რომ თქვა რაღაცას ხანდახან კვაბრალები ხოლმე აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი მართლმადიდებლობის ბუნებიდან გამომდინარე. ჩვენ ახლა ვხედავთ კადრში, რომ აბსოლუტურად ყველა სანთელი არის შამქვრალი, მორწმუნეებს თითქმის ყველას აქვს სანთელი თან, თუმცა ეს სანთელი არ უნდა ენთოს, ხო? ტაძარში არის უსივნელი და მე როგორც ვიცი, მამაო, ჩვენ უკვე ვართ მოლოდინის რეჟიმში, ხომ? აღარ დარჩა თქვა რაიმე ნაბიჯი და უკვე პატრიარქი ახლა მოლოდინის რეჟიმია და თვითონ როცა დაიწყება აი ეს რაც ხდება ყოველ წელს და დიდება უფალს ეხლაც იმედი გვაქვს მოხდება უფლის წყალობით შემდეგ პატრიარქი გამოაბრძანებს ანთებულ სანთლებს იმ ღვთაებრივი ცეცხლით და გაუნაწილებს თუმცა ხდება ხოლმე ისეთი რამეც რომ თქვათ იქ თვითონ იქ მლოცველებს შორისაც ხდება მოულოდნელი აალება ცეცხლისა ამის მრავალი მომსწრეა ძალიან ესეც ერთ-ერთი ნიშანი იმისა რომ აი ეს ეჭვები გაქარწყლებული იქნას თავად ამ ტაძრის შესახებ თუ შეგვიძლია ვთქვათ, რამხელა ისტორია აქვს ამ ტაძარს თავად რა თქმა უნდა და რამდენი ვთქვათ სასწაულის ხილვა შეძლო თავად ამ ნაგებობან. ალბათ ამასაც განსაკუთრებული დაატვირთვა აქვს მორწმუნეებისთვის და იმ ემოციისთვის, რაც იქნება ამ დღეს და ამ მომენტში. ეს ტაძარი როგორც ამბობენ ძალიან გრანდიოზო ჩვენ ხედავთ კიდევაც მის ზომებს და იგი თავის თავში მოიცავს ყველა იმ ადგილს ისტორიულს, სადაც აი ეს 2000 წლის წინ ის კაცობრიობის ყველაზე დიდი ტრაგედია
მოხდა შეიძლება ასე ითქვას და კაცობრიობის მე ყველაზე ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული ეს რაც ჩვენს მაცხოვრისადმი ადამიანად მოსული ღმერთისადმი დამოკიდებულებას ეხება და ყველა მნიშვნელოვან ადგილს მოიცავს ეს ტაძარი რაც შეეხება ისტორიულად ჩვენ ვიცით რომ იქ მრავალი კონფესიის წარმომადგენლები არიან თითოეულ კონფესიას თავისი ადგილი აქვს სამწუხარო რეალობაა ეს რა თქმა უნდა რომ ქრისტიანულ კონფესიებში ეს ერთობა დაირღვა რომელიც თავიდან არსებობდა თავისთავად ცხადია ეკლესია რომ თავისი არსით ქრისტეს მისტიური სხეულია ქრისტე რადგან ღმერთმა რადგან ერთი ადამიანის სხეული მიიღო ეკლესია ერთი უნდა იყოს მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი რომელიც არის ცოდვით დაცემული არსება სამწუხაროდ ადამიანს ყველაზე ერთ-ერთი რაც უჭირს ადამიანს სხვა ადამიანთან ერთობაა და რომ ადამიანში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვა რაც არსებობს ეს არის ამბიცია სიამაყიდან გამომდინარე პატიმოყვარეობა ამპარტავნება და ეს ყველაფერი ეგოიზმის შური ანგარება ეს ყველაშია და აი ამ ისტორიის 2000-ლოვანი ისტორიის განმავლობაში სამწუხაროდ მოხდა ეს დაცალკევება დედა ეკლესიის წიაღიდან გასვლა მრავალი კონფესიისა ისტორიულად დაალაგდა ისე რომ ყველას მიეცა შესაძლებლობა რომ თავისი ადგილი ქონოდა და აი იქაც კი სამწუხაროდ აი ეს ერთობა არ არის მე წეგანაც მოყევის მაგალითი რომ ვთქვათ მონოფიზიტებმა როგორ მოინდომეს მაშინ ხელისუფლება აჩარიეს რომ თვითონ შესულიყვნენ თუმცა ეს ისტორიული და რელიგიური სამართლიანობის დარღვევა იყო კი ბატონო და გამოჩნდა მე მგონი უკვე პირველი აი ეს არის უკვე გადმოვიდა ცეცხლი და ეს ალბათ ყველა უნდა მიულოცოთ ალბათ ყველა იმ ადამიანს ვინც არის იმ ტაძარში და რა თქმა უნდა ალბათ ყველა მართლმადიდებელს ქრისტიანს ჩვენ შეგვიძლია რომ ცოტა ხანს ვადევნოთ თვალყური იმას რა ხდება ახლა ტაძარში ეს ალბათ უფრო ემოციური იქნება ვიდრე ჩვენი აქედან ემოციები მე შევახსენებ მაყურებელს ეს გახლავთ მეორე არხის პირდაპირი ჩართვა და სამწუხაროდ ჩვენ როიტერის სიგნალი ვერ მივიღეთ ამიტომ გთავაზობთ მეორე არხის როგორც ამბობენ ერთ-ერთი სასულიერო პირი იხსენებს ასეთ შემთხვევებში ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისი, როდესაც მაშინდელი პატრიარქი გამობრძანდა ანთებული ცეცხლით, იმ წამსვეო დიაკონი იყო მაშინ, მე და ერთი სასულიერო პირი თვალსწრები მღვდელი, უცებ ჩავირბინეთო შიგ საფლავში და მთელი მაცხოვრის საფლავის ქვა დაცვარული იყო ის იისფერი ცეცხლით და ესე იგი სახეს ვიბანდით იმ ცეცხლით, ისეთი საოცრება იყო და აი ესეთი შემთხვევებიც არის აღწერილი. მე ვისურვებდი როგორც სასულიერო პირი რომ აი ეს გულმხურვალება ეს სიხარული ეს ემოციური ფონი რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით ხედავთ მრავალ ადამიანს ალბათ გადაედო ვისაც აქვს საშუალება იგივე ტელევიზორს უყურებს ხო და ესმის ეს ყველაფერი და ხედავს მე ვისურვებდი რომ აი ეს ყველაფერი ყოფილიყოს ადამიანის ცნობიერებაში მუდამ არსებობდეს ეს ხსოვნა იმისა რომ ღმერთი არის, რომ იგი ცოცხალია, რომ იგი ზრუნავს, რომ იგი ყოველთვის პასუხობს ჩვენს ლოცვებს და რომ იგი მოწყალია და ეს მოწყალება უპირველეს ყოვლისა გამოვლინდა იმით რომ იგი ადამიანად მოვიდა. ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის მოვიდა ადამიანად, ჩვენთვის იცხოვრა ჩვენს გვერდზე. ნებიშვიდეულში ვიმყოფებით ახლა ამ პერიოდში და ხვალე კიდე აღდგომაა და ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს თუ რა გააკეთა ჩვენთვის ღმერთმა. როგორ გამოხატა ჩვენ და მის სიყვარული. ღმერთი ყოვლის შემძლე არსებაა და მისდამი ერთგულება და სიყვარული თითქოს და იოლია, იმიტომ რომ რაღაც ცნებებს აღასრულებს და ამით ღმერთის ერთგული იქნები, მაგრამ აი როცა ის ადამიანად მოვიდა, მისი ერთგულება როგორც ადამიანისადმი არც ისე იოლი გახდა, იმიტომ რომ იგი დაუცველი აღმოჩნდა. იგი როგორც ღმერთი საკუთარ თავს არ ეხმარება. ჩვენ კიდე რაც გავუკეთეთ ძალიან კარგად ვიცით. და აქედან გამომდინარე მაცხოვარისადმი ერთგულება მე წეგან ვახსენე სიმამაცე, მეთქი სიმამაცე ადამიან ქრისტიანს ეს უნდა კონდეს ეს სათნოება ქრისტიანი რომ იყო უნდა შეგეძლოს
ადამიანად მოსული ღმერთის ერთგულება გოლგოთამდე. იგია სიმართლე, რომელიც საკუთარ თავს არ იცავს და ეს არც ისე იოლია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ძნელია სიმართლის ხარეზე დგომა, როდესაც იგი ძალმოსილებას არ ავლენს. მას ცემდნენ ხელს, ურტყავდნენ, აფურთხებდნენ, დასცინოდნენ და ბოლოს ესე ცინიზმით მოკლეს. ჩვენ სად ვიდგებოდით? ჩვენ რას გავაკეთებდით? რა არჩევანს გავაკეთებდით? და თუ ჩვენ დავინახავდით მასში სრულყოფილ სიყვარულს და სრულყოფილ სიმართლეს და აი ამ სრულყოფილ სიმართლეს და სრულყოფილ სიყვარულს მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალას არ ავლენდა და თითქოს ეწინააღმდეგებოდა ამ სამყაროში გაბატონებულ ავტორიტეტს, ქეთს მოუდრეკდით, მაშინ ჩვენ ნამდვილად ქრისტიანები გავხდებოდით და ამის მაგალითი არის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიც გაანჭვრեց გოლგოთაზე თვითონ კვდება და გაანჭვრեց მასში სრულყოფილ სიყვარულს, სრულყოფილ სიმართლეს, სიყვარულისა და სიმართლის ძალმოსილების მიღმა იგი ღვთაებრივ ძალმოსილებას დაინახავს და ევედრება მომიხსენე უფალოვდეს, მოხვიდეს უფევითა შენითა. ჯვარცმული ავაზაკის მდგომარეობა არის ერთგვარი საზომი თითოეული ჩვენთაგანისა. თუ როგორ შეიძლება გახდე ქრისტიანი, უერთგულო ადამიანად მოსულ ღმერთს. ხედავთ უკვე კადრში, რომ ცეცხლი უკვე გადმოვიდა და ეს დასრულდა ეს პროცესი და უკვე მე მგონი ანაწილებენ ამ ცეცხლს უკვე გადაანაწილებენ და გაიზიარებენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ტაძარში შეკრებილები და ეს ცეცხლი ჩვენთანაც ჩამოვა საქართველოში, ასევე ხომ როგორც ჩვენ ვიცით. მამა თეოდორ, მას შემდეგ რაც ჩამოდის ცეცხლი ქვეყანაში, ამ ნაწილდება ყველა მოქმედ ტაძარში. კი. ნაწილდება ის ტაძარში, ყველა ტაძარში ნაწილდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თითოეულ ტაძარში არის მაცხოვრის საფლავზე გარდამოსული ცეცხლზე აღმატებული რამ, ეს არის თავად ქრისტე. თითოეულ ტაძარში მორწმუნეებს აქვს შესაძლებლობა პურისა და ღვინის სახით მიიღონ მკვდრთით აღმდგარი მაცხოვრის ხორცი და სისხლი. და როდესაც ადამიანს სწორი ორიენტირები აქვს ეკლესიაში, ამ ცეცხლის მიმართაც მას უკვე სწორი ორიენტირი ექნება და კიდევ ვიმეორებ, ეს ცეცხლი მისთვის ერთგვარ მის გულში არსებული ცეცხლის გარეგან გამოვლინება და სიმბოლოდ იქცევა. და ესე დროს გარეგანი სასწაული ჩვენ გვეხმარება, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა კიდევ უფრო გულმხურვალე და უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. და თუ შიგნით არ არის, ჩვენ შიგნით არ არსებობს ის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც უნდა იყოს. ანუ ის ცეცხლი, რომელსაც ღმერთის ჩვენთან ყოფობა ქვია. მხოლოდ გარეგანი სასწაულით, როგორც წესი, ადამიანის შინაგანი მეტამორფოზა არ ხდება. იმიტომ რომ ამის მაგალითი თვითონ იერუსალიმის მდგომარეობა, რამდენი ადამიანი ხედავს, ხო წარმოგიდგენიათ, არა მართლმადიდებლების თქვათ, ხო? აი ამ საოცრებას, ამ სასწაულს. მაგრამ ისინი ამით მართლმადიდებლებიც არ ხდებიან. ანუ ის რაც გარეთ ხდება, უნდა გავითავისო და უნდა მომცეს შესაძლებლობა, რომ ეს ჩემ შიგნით ვეძებო პასუხი, თუ რა ხდება ჩემს გარეთ. და აქედან გამომდინარე, ის მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩემთვის დამხმარე. ანუ ღმერთი მეხმარება, მე ამის თქმა მინდა. გარეგანი სასწაულით, იგივე ცეცხლის ჩამოგზანებით, იგივე ამ გარდამოსვლით ღმერთი მეხმარება გარედან. არ ძალადობს ჩემზე გულის კარები, მე თვითონ უნდა გაუხსნო. და თუ ქრისტეს არ უერთგულებ, ეს გარეგანი ჩემთვის გარეგანად დარჩება. ღმერთმა უკნას ესე, იმიტომ რომ რაც მეტად დაინახავ, მით მეტი პასუხისგებლობის წინაშე დგებით. ცეცხლს ალბათ უკვე ამ საღამოს აღდგომის მსახურების დროს უკვე ალბათ, მე არ ვიცი როგორ არის რეისი, უკვე ჩამოაგზავნებენ. და შემდეგ უკვე ყველა ქრისტიანს უკვე საქართველოში შეიძლება ეს ცეცხლი წაიღოს სახლში და თქვათ ის მადლი, რომელიც მაცხოვრის საფლავიდან გადმოდის, ალბათ სწორად ვამბობ, ყველა ოჯახში იქნება შეძლებისდაგვარად საქართველოშიც. ძალიან დიდი მადლობა მამა თეოდორე გიგნაძე მუშაობდა ჩვენთვის, ასე ვთქვათ, მაესტროს პირდაპირ ეთერში. უდიდესი მადლობა მამაო. და მე მრავალ აღდგომას დაგვასწროს უფალმა. შინაგანი ცეცხლითა და გულმხურვალებით.